მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხარ დღეს საღამოს. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. მადლობა მოწვევისთვის. მოდი დავიწყოთ დღევანდელი აქტუალური თემების მიმოხილვა, საუბარი დღევანდელი აქტუალური თემების შესახებ. მაშ ასე საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ელჩი ეყოლება. კაბატონ თამარ ტალიაშვილი, რომელიც წარდგენილი იყო ელჩის კანდიდატურაზე, მან უკვე მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან აგრემანი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დაინიშნება ელჩად. მოდი შევაფასოთ ეს მოვლენა პოლიტიკური გადასახედიდან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ელჩით იქნება წარმოდგენილი საქართველოს ამერიკაში. დიახ, რაც შეეხება თვითონ თამარ ტალიაშვილს ორი სიტყვით შემოვიფარგლები, მე პირადად ვიცნობ თამარს ჩვენი წლების განმავლობაში ევროსაბჭოში დელეგატები ვიყავით თვითმმართველობის ასოციაციიდან, კონკრეტულად ნალადან და ის არის ძალიან ესე ვთქვათ განათლებული, კომპეტენტური და ძალიან გამოცდილი კადრი. და მივესალმები ზუსტად ის კადრი გვჭირდებოდა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ პოზიციაზე როგორი თამარიც არის და მინდა წარმატება უსურვო. რაც შეეხება ხა კონკრეტულად დღეს აგრემანის მოცემას ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან ეს ნიშნავს იმას სამომავლო ჩვენს ურთიერთობას, ზუსტად იმაზე არის პასუხი თუ რა განწყობა აქვს დღევანდელ ადმინისტრაციას ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ასევე ჩვენ ეს არის ზუსტად სამომავლო ურთიერთობა და ამ ახალი ფურცლიდან ჩვენი ურთიერთობა გადაიტვირთება და ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ დალაგდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ესე ვთქვათ ურთიერთობა. ან თქვენ თვლით რომ აგრემანის მიცემა პრინციპში ასეც არის ალბათ ნდობის გამოცხადებაა ხელისუფლების მიმართ, იმიტომ რომ შეიძლება მას მიზანმა ქვეყანამ არც მისცეს აგრემანი, თუ კი უნდა მას რაღაც პოლიტიკური დემარში ან უკმაყოფილების დემონსტრირება მეორე ქვეყნის მიმართ, როგორც წესი ხდება ხოლმე ასე. მაგალითად, როგორც ჩვენი ოპოზიცია ლაპარაკობს, ისე რომ იყოს საქმე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებასთან საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, ალბათ არც ის იქნებოდა გამორიცხული, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აგრემანს არ მისცემდა და შესაბამისად ჩვენ შეიძლება ელჩიც არ ყოლოდა ამერიკაში. ამაში ვარ დარწმუნებული. ახლა დღეს ტრაური აქვს ზოგადად ოპოზიციას, ეს იყო მათთვის, რა ვიცი, მომაკვდინებელი. მაინც იმედი ჰქონდათ, რომ შესაბამისად ეგ პროცესი გაჭიანურდებოდა მაინც გარკვეული პერიოდით და ანუ მოულოდნელი იყო მათთვის და ეთყობათ სახეებზე, განცხადებებზე, კომენტარებზე ჩვენს ესე ვთქვათ ოპოზიციას, ქართულ წყალწაღებულ ოპოზიციას, ქართულ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში და შესაბამისად ჩვენ ველოდით და სხვა განზრახვა არც ჰქონდა, ასე ვთქვათ, სხვა მოლოდინი არც ჰქონდა, იმიტომ რომ ეს ტრამპის განცხადება 26 მაისის შემდეგ თვითონ არა მხოლოდ მოლოცვა, რაც იყო დამოუკიდებლობის დღისადმი, ზოგადად განავრცო თუ რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია სამომავლოდ და როგორ ფიქრობს გადატვირთვას ჩვენთან ურთიერთობას. საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი ეყოლება, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ წუთისთვის ელჩი საქართველოში არ ყავს. რამდენიმე დღის წინ რობინდანიგანმა დაგტოვა ძალიან უცნაური, ასე ვთქვათ, განცხადებით, მივიღე პირადი გადაწყვეტილებაო, რომ გავიდე პენსიაზე. არ ვიცი ახლა ეს რამდენად პირადი გადაწყვეტილებაა და რამდენად არ არის პირადი გადაწყვეტილება, მოდი ეს დავტოვოთ, ასე ვთქვათ, მის პირად საქმეთ, მაგრამ მათ შეეხება პოლიტიკას, აქაც ძალიან საინტერესოა, ამაზეც ძალიან შემცბარები არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იმიტომ რომ რობინდანიგანი წინა ადმინისტრაციის დროს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ერთ-ერთი მთავარი დავრტყმელი ძალა იყო იმ ადმინისტრაციისა საქართველოს წინააღმდეგ. დანიგანი წავიდა ჯერჯერობით ეს არ ვიცით რას ნიშნავს, არ ვიცით ვინ მოვა მის ადგილზე, მაგრამ შეგვიძლია გარკვეული პოლიტიკური ვარაუდები ალბათ გავაკეთოთ და საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება, რას ფიქრობთ? მე ჩემ პირად მოსაზრებას გეტყვით ზოგადად მის წასვლა არ წასვლასთან დაკავშირებით, უფრო სწორად დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება. ამან ასე თქვა ყოველ შემთხვევაში კი. დანიგანი დაინიშნა 2023 წლის ოქტომბერში რა. ესე ვთქვათ, დაახლოებით, რავი, 3-4 წლით ინიშნებიან ხოლმე ელჩები და ნახევარი პერიოდიც არ ყოფილა საქართველოში ამერიკის წარმომადგენელი, ისე დაწერა განცხადება და წავიდა. ეხლა რომ მივყვეთ, როგორ ხდებოდა, ანუ რა მოხდა ჩემი გადმოსახედიდან 26 მაისის
ვილოცვა ისე დაუბრუნდები ბატონი ტრამპის ამერიკის პრეზიდენტის შესაბამისად იქ ახსნა თუ რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან. დანიგანი ημის მაგივრად რომ ამას აკოპირებდეს პირობითად რომ ყველანაირ ახსნა განმარტებების გარეშე საერთოდ არ გაევრცო ეს წერილი, უბრალოდ დაეკოპირებია და თავისი საელჩოს ვებგვერდზე გამოექვეყნებინა. ნუ ჩვეულებრივად ხდება ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი აკეთებს განცხადებას საქართველოსზე და შენ ხარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში და შენ ამაზე არ რეაგირებ საერთოდ და მალავ პირიქით და პირიქით რას აკეთებს. მეორე დღეს გამოაცხო აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი წერილი თითქოს არადა ნუ დადასტურდა რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდა 22 მაისს და უარი მიიღო ბატონი ბიძინაზგან და ბატონმა ბიძინამ ეს სწორად ახსნა თუ რატომ მიიღო უარი. არ შეიძლება ადამიანს ერთი ხელით აშანტაჟებდე და მეორე ხელით ერთი ხელით ასანქცირებდე აშანტაჟებდე და მეორე ხელით რაღაც ურთიერთობის დათმობაზე პირობითად დათმობაზე არც იყო მან საუბარი ურთიერთობა ჩვენაც არ გვედგინა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის თუ სამომავლო გეგმები თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო რუბიოს მოსაზრება უნდა წარგვედგინა რუბიომ თხოვა ხო ანუ რუბიოს თხოვნით უნდა გამეკეთებინა შეხვედრა არა აქ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის რომ ეს თვითონვე ამბობს დანიგანი რომ ყოფილი ელჩი რომ 22 მაისს იყო ეს თხოვნა თუ შეხვედრის მომზადება თუ რავი მიმართვა ბატონ ბიძინაძე უარის შემდეგ 23, 24, 25 მაისი ეს დღეები ხმა არ ამოვიღია მაშინ როდესაც 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გვილოცავს და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება თუ იმ წერილში თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მომავალი ურთიერთობა ამის შემდეგ აქვეყნებს 27-ში კონტექსტი აბსოლუტურად სხვა შინაარსის წერილს იმის მაგივრად რომ გამოექვეყნებინა პრეზიდენტის მიმართვა. ეს მაძლევს მე ზუსტად საშუალებას იმის თქმის რომ მოქმედი ელჩი 23 წელს დანიშნული ბაიდენის ადმინისტრაციის და დიპ სტეიტთან შეთანხმები და საერთოდ დიპ სტეიტის მიერ დანიშნული ესე ვთქვათ ელჩი მე ირაკლი ჭეიშვილი ვსაუბრობ ამაზე რომ არ საერთოდ თანხმედრაში არ მოდიოდა ტრამპის ადმინისტრაციის ესე ვთქვათ გზავნილებთან და არ იზიარებდა მე ამას მაძლევს საფუძველს ამის თქმის შენ პრეზიდენტის ის იყო აცდენილი იმ ასე ვთქვათ პოლიტიკას რომლის გატარებასაც აანონსებს თუ აპირებს დღევანდელი ადმინისტრაცია თქვენ ასე ფიქრობთ მაგას ვფიქრობ მე ზუსტად რომ როდესაც პრეზიდენტი ამბობს ერთს შენ ამბობ მეორეს არ იზიარებ არამ თუ წინააღმდეგობაში მოდიხარ აბსოლუტურად ერთს ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი შენი ნაბიჯები აბსოლუტურად არის ადეკვატურად არაადეკვატური და არის განსხვავებული. ამის შემდეგ საუბრობ იმაზე რომ მე განცხადება დავწერე და ჩემით წავედი არავის არ დაუძალებია გადადგომა და საკუთარი განცხადების საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება რომ წავსულიყო თანამდებობა ჩემი განმოსახედიდან ეს არის მე ეჭქვეშ ვაყენებ ამ განცხადებას იმიტომ რომ ზუსტად ეგ თანხმედრა არის ამის დანიგანის ესე ვთქვათ გამოქვეყნებულ წერილს მოყვა მისი წასვლა ანუ ამ წერილით გასცა პასუხი ყველაფერს ამ რომ არ იზიარებს ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკას ზოგადად ხედვას სამომავლო საქართველოსთან მიმართებაში. ეგ იყო მიზეზი ჩემი გადმოსახედიდან თავიდან ბოლომდე მე ამას აბსოლუტურად სხვა ახსნა არ აქვს. რაც შეეხება ბატონ ბიძინასთან მიმართვას და წერილს ახლა ბატონმა ბიძინამ სწორად ახსნა თუ რატომ არ შეხვდა ელჩს. და რატომ უარი უთხრა შეხვედრაზე, იმიტომ რომ ზოგადად ამ ადამიანებს არ ესმით, რომ ბატონო ბიძინა ივანიშვილთან ახლა შანტაჟის ენით საუბარი ახლა გახსოვთ თქვენ ყველას ახსოვს 2011 წელს 7 ოქტომბერს როცა გააკეთა განცხადება ვინ იყო ხელისუფლებაში მაშინდელი საქართველოს იმის შემდეგ ადამიანი რავი საქართველოს მოქალაქეობა წაართეს რამე ანგარიშები თუ კონდა დაუყადაღეს ელიტა ბურჯის საწყობი ეს მაშინდელი პროცესის საარჩევნო პროცესის დროს დაუყადაღეს აბსოლუტურად ადამიანს რავი სიკვდილით ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ ამ ადამიანმა მაშინ არ დაიხია უკან და თავისი ოჯახი და თავისი რა ვიცი მომავალი დადო სასწორზე ყველაფერი წაართეს თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ნაციონალურ მოძრაობას რომ მოეგო
ის არჩევნები, კაი ჩვენ რაღაცა გვეშველებოდა, ეხლა მაინც მთელი ეს წლები ოპოზიციაში ვიყავით და რაღაც პროცესში, კიდევ რაღაც პროცესში შევძლებდით ალბათ წინააღმდეგობის გაწევრება. ბატონო ბიძინა ივანიშვილს თუ რას უზავნენ და მის ოჯახს ყველამ კარგად ვიცით, ხო? ამ ადამიანთან თავისი ქვეყნისთვის, თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, თავისი ხალხისთვის თავი გადადო და მაშინ ვერ დააშანტაჟეს. კულელებმა და ყაჩაღებმა და ეხლა დღეს 70 წლის ასაკში ადამიანი რავი მართლა მშვიდობის გარანტია ეგ ადამიანი ჩვენი ქვეყნის ეგ ადამიანი რომ არ იყოს და რა ვიცი მისი ლიდერობით ქართული ოცნების ხელისუფლება დღეს რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში ამას ბევრი საუბარი არ ჭირდება და მაინც კიდევ შანტაჟის ენით ცდილობენ საუბარს იმიტომ გასცა პასუხი ზუსტად და უარი ეგ იყო უარის მოტივი და საფუძველი ყველაფერს აბსოლუტურად რა ერთი ხელით შენ აშანტაჟებდე სანქციებს უწესებდე კრედიტ სუისი ანგარიშებს უყადაღებდე სასამართლო პროცესს უგებდე და არ ახსულებდნენ და მეორე ხელით შენ ცდილობდე რომ ურთიერთობა დაალაგო ყოველ შემთხვევაში ანუ ეს ჭალებში დაალაგოს ნიშნავს ამას კიდევ რა უნდათ იქ შეხვედრა რა უნდა შეხვედრისთვის ეგ მეორე საკითხი აბსოლუტურად ვერ მოხდა და ვერ შედგა შეხვედრა საინტერესო იქნებოდა შეხვედრის შინაარსი რა იქნებოდა ხო ეს არასწორია მე ვფიქრობ ამენით ბატონ ბიზნესთან საუბარი არც არავის გასვლია და შესაბამისად ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამ ადამიანთან შანტაჟის ენით ვერავინ ვერ გავა ფონს კი ბატონო ანუ რომ დაუბრუნდეთ დენიგანის თემას და ზოგადად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ძალიან სასიამოვნოა იმის ვარაუდი პირდაპირ ვთქვათ რომ ეს ყველაფერი მიანიშნებს გარკვეულ წინაპირობებს გადატვირთვისთვის და ძალიან კარგია თუ ასე იქნება, თუმცა თუ არ იქნება ასე, ამისთვისაც პრინციპში მზად ვართ. ამდენი ხანი უძლებთ შემოტევას და მე ვფიქრობ რომ იქნება. აი ხომ გაუძლოთ სხვა გასაქცევი ამ ქვეყნიდან ჩვენ არ და ახლა პირველი პრეზიდენტი როცა გილოცავს და ესე დეტალურად აღწერს თუ რას ფიქრობს სამომავლოდ და რა ურთიერთობებს აანონსებს სამომავლო საქართველოს ხელისუფლებასთან, ეხეთ ნათლად ჩანს და ადმინისტრაციისგანაც ჩანს. ზოგადად დროული იყო პრემიერის წერილი. ღია წერილს გულისხმობს. დროული იყო და გამოიღო ერთის მხრივ შედეგი კიდეც აღნიშნულმა წერილმა და შინაარსად და პათოსაც თავიდან ბოლომდე ვიზიარები არამედ და აბსოლუტურად ყველა უმრავლესობაში რაც შეეხებოდა კონკრეტულ წერილს. მე ვფიქრობ სამომავლოდ იმედიანად ვართ განწყობილები რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ჩვენ დავალაგებთ ურთიერთობას ძალიან ბევრ რამეში ვემთხვევით აბსოლუტურად ეს ტრადიციებზე ხო კონკრეტულად დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებს ან თუნდაც დღევანდელ რიტორიკას თუ დავაკვირდებით რასაკვირველია ბევრი დამთხოვა მაგრამ აქ არის მეორე მომენტი წყალქვეშა ქვები თუ შეიძლება ასე ითქვას რომ თვითონ ამერიკაშიც ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ყავს ტრამპს და თვითონ დაანონსა ბრძოლა deep state-ის წინააღმდეგ. მოკლედ, ამერიკაშიც არ არის მარტივი ურთიერთობა, სიტუაცია და ამაზეც ვილაპარაკოთ. ოღონდ მანამდე ჩვენ პრემიერ-მინისტრი უნდა ჩავთვალოთ პირდაპირ ეთერში, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნაზე იმყოფებოდა და საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა მილანში, რომელიც იტალიის 6 რეგიონს მოემსახურება. მილანი ევროპის ერთ-ერთი ცენტრია, როგორც ვიცით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკონსულო ქართული დიპლომატიის კონტექსტში. პრემიერი ესწრებოდა ამ საკონსულოს გახსნას და ჩაგვერთვება, როგორც მატყობინებენ ძალიან მალე, უпростоრად გააკეთებს განცხადებას და ჩვენ შემოგთავაზებთ ამ განცხადებას პირდაპირ ეთერში. მანამდე შეგვიძლია შევაჯამოთ პრინციპში ეს ასე ვთქვათ ტრამპის გზავნილებთან და რიტორიკასთან ჩვენი თანხვედრის თემა, რა თქმა უნდა ეს თანხვედრა არსებობს, თუმცა ფაქტია ისიც რომ ამერიკაში ტრამპი არ არის ასე ვთქვათ როგორც ჩანს ერთადერთი გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანი, როგორც ჩანს იქაც ძალიან სერიოზული ომი უწევს მას და ჯერ არ ვიცით ამერიკის პოლიტიკა საერთოდ რა მემართულებით განვითარდება. დიახ, deep state-ი ახლა მთელ მსოფლიოში წინააღმდეგობრივი მოძრაობა ახლა მით უმეტეს ახლა ტრამპის ადმინისტრაციას და ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებს deep state-ი. დღეს ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან დონალდ ტრამპი ბრძოლაში არის deep state-თან, ესე ვთქვათ, რა როგორ გამოუვა ვნახოთ.
იმეც ვიტოვებთ რომ დაამარცხებს ყოველ შემთხვევაში და ეხლა სასაცილო და პირველში იმედი ვიქონიოთ რომ ნამდვილად ებრძვის მე ყოველ შემთხვევაში მინდა რომ მე პირადად მჯერა რომ ებრძვის რომ ნამდვილად ებრძვის და ნამდვილად აკეთებს იმას რასაც ლაპარაკობს სხვათან შორის საქართველო იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი ვინც deep state-ის წინააღმდეგ ესე ვთქვათ გაილაშქრა და მაგათ რავია მაგათ დაკრულზე ჩვენს ხელისუფლებას კი ბატონო ირაკლი ეხლა უნდა ჩავთოთ ჩვენ პრემიერ-მინისტრის განცხადება პირდაპირ ეთერში და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. მნიშვნელოვანია გენერალური საკონსულოს არსებობა და რა გავლენას მოაქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. დღეს მილანში აღნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ალბომი და გადავხადო იტალიელ სტუმრებს მობრძანებისთვის, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს. და დღეს ასევე ჩვენ მოვინახულეთ ჩვენი გენერალური საკონსულო, რომელიც გაიხსნა მილანში. ეს გენერალური საკონსულო ემსახურება როგორც ჩვენი დიასპორის ინტერესების დაცვას, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს ვაფასებთ, რა თქმა უნდა, იტალიის როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები. და რა თქმა უნდა, გენერალური საკონსულოც ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს შეასრულებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, გამოთქვათ იმეც, რომ ეს ურთიერთობები მომავალში უფრო მეტად გაღრმავდება. თქვენ იცით, რომ საქართველოს და უნგრეთის ერთმანეთთან გვაკავშირებს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა. უნგრეთი არის საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფეების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და რა თქმა უნდა, კომისიის ხმა, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, ემსახურება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას. საუბარი იქნება როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და თანამშრომლობის სხვა საკითხებზე. მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ურთიერთობების განვითარებას. ამერიკაში ახალი ელჩი აგრემანიც მიიღო, რა იქნება დავალება თამარ ტალიაში. ისე როგორ ფიქრობთ, რაც არის ურთიერთობების აღწერა შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის ათულად აგრემანის გაცემა, ის რომ ეს პოლიტიკური სლა როგორ განასრულებს სპეკულაციებს, რომ ამერიკა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო მიიღო პრეზიდენტი აგრემანი ელჩის დანიშნვასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება უკვე ოფიციალურად დანიშნული ელჩი, უკვე წარდგენება არის გაგზავნილი საქართველოს პრეზიდენტთან და ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი. ჩვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება და ჩვენ პირველ რიგში საუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. და უფრო მეტი, ჩვენ აცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხმობის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციას და deep state-ს შორის და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში. ისანი მუდმივად არის ერთ და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ხო, თქვენ გახსოვთ, ჯერ კიდევ როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან უკვე აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხი, როდესაც განიხილებოდა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. ნუ აქაც ჩვენი ამოცანა
არის ცხადი და ნათელი. ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება საერთოდ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და ეს არის ის, რომ მათ სურთ რამენერად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. ნუ ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ. დანარჩენი დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, ევროპული სტრუქტურების მიდგომაზე. ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე კითხვა. ნატოს სამექავშირე ოფისის განცხადებას ნახავთ. ცოტა წინააღმდეგობრივი ხაბარ არის ის გათვალისწინებით, რომ ამ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 30 წელი ამ განუხრელად ხარს უჭერენ საქართველოს რეფორმებს და ერთგულები რჩებიან ქართლის სამეფოს განსაკუთრებით, თუმცა რეფორმების ტემპის გამო ბოლო პერიოდში მაგას ხშირად მოგვისმენია კრიტიკა და ზოგადად რჩება თუ არა დღის წესრიგში ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ნუ თქვენ იცით, რომ რაც შეეხება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებული საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს არის შესაბამისად დღევანდელი მდგომარეობა. ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალო პერსპექტივაში ისინი არ აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. დანარჩენი ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ შემოგთავაზეთ პირდაპირ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძეს განცხადება და კომენტარები, რომელიც მილანში იმყოფება, სადაც გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო. ძალიან საინტერესო იყო პრემიერის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება, რა უნდა იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩის მთავარი ამოცანა თუ დანიშნულება. პრემიერმა თქვა, რომ მისი მთავარი მისია უნდა იყოს და იქნება დაარწმუნოს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ხელისუფლება იმაში, რომ მოხდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ტოტალური გადატვირთვა. პრინციპში ეს არის ის, რასაც ველოდებით და რისი იმედიც გვაქვს იმის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა დაიკავა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სავარძელი. როგორ ფიქრობთ? ამ ფუნქციას თავისუფლად შეასრულებს ქალბატონი თამარი. ძალიან რთული ამოცანაა ერთის მხრივ. ძალიან გამოსცემდა პროფესიონალი პრემიერმაც გაუსვა ხაზი ხოთაშორის ამ ღირებულებით თანხმედრებს ჩვენსა და ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას შორის, ამიტომ მეორეს მხრივ ალბათ შესაძლებელიც არის. კი, ზუსტად აღნიშნა ბატონმა პრემიერმა, რომ სტრატეგიული პარტნიორობისთვის ზოგადად ჩვენ მზად ვართ ხელისუფლება და ახლა თანხმედ ნაბიჯებს ველოდებით, ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და იმედს ვიტოვებთ, რომ დაამარცხებს და მეც მჯერა, რომ დაამარცხებს Deep States ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზება მაქსიმალურად ახლო ხანში ესე ვთქვათ, მოხდება და დარეგულირდება. რაც შეეხება თვითონ ქალბატონ თამარს, მართლა რთული მისია აქვს ამ კონკრეტულ პერიოდში, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა აქვს, მაგრამ გამოცდილება აქვს მას ელჩად ნამუშევარი ევროსაბჭოში იმ პერიოდში, როდესაც სტრასბურგში მაშინ როცა რეზოლუციაზე ღებულობდა ევროსაბჭო, კი გახსოვთ შარშან წინ იმ პერიოდებში ქალბატონი თამარი ელჩი იყო, ესე ვთქვათ, სტრასბურგში და ამ წარმატებით ასრულებდა თავის მოვალეობას. მინდა კიდევ ერთხელ წარმატებები უსურვოთ და იმედი გამოვთქვათ, რომ შეძლებს ნამდვილად ის ამ მისიის შესრულებას, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული. მეორეს მხრივ ნახოთ ამერიკაში როგორ განვითარდება. აი, ეგ არის ზუსტად ახლა მარტო ჩვენზე არ არის ეს ყველა პროცესი დამოკიდებული, არის განწყობებზე ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგადად Deep State-თან რა ურთიერთობები იქნება სამომავლოდ უფრო სწორად გადაძლევს თუ არა ამერიკის ირლანდელი ადმინისტრაცია მათთან ბრძოლას, ანუ დაამარცხებს თუ არა. მაგაზე არის დამოკიდებული. ვნახოთ ეს რასაკვირველია ერთ-ერთი მთავარი თემაა დღეს არა მარტო ამერიკაში, არამედ ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ამერიკაში რაც მოხდება, ეს ბუნებრივია გავლენას მოახდენს მთელს დანარჩენ მსოფლიოზეც, მათ შორის საქართველოსაც. ამერიკაში საინტერესო მოვლენები ხდება და მოდი ამაზეც ვილაპარაკოთ. არემ სანამ ამერიკაზე ვსაუბრობ. რადგან ამერიკაზე ვსაუბრობთ და მანამ ამერიკაზე ვსაუბრობთ, მოკლედ მეოთხე დღეა უკვე მგონი ლოს-ანჯელესი და ზოგადად კალიფორნია იქცა მასობრივი შეტაკებების თუ
პროტესტი არ ქვია იმას უკვე, ანუ უფრო ძალადობრივი, ესე ვთქვათ, აქციების ეპიცენტრად. ეროვნული გვარდიის შეყვანაც დაჭირდა პრეზიდენტს კალიფორნიაში. ეს პროტესტი მოყვა რეიდებს, რომელიც არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ იქნა ჩატარებული და მოკლედ 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, 200-მდე ადის თუ არ ვცდები უკვე დაკავებულების რაოდენობა და რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მინდა პირველ რიგში ყურადღება მივაქციოთ. ესე იგი, ტრამპის მესიჯები ამ აქციების თან მიმართებაში ერთ-ერთში ამაშიც თანხვედრაში გავს იმ აქცენტებს, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებდა ბოლო წლები განსაკუთრებით. ანუ თბილისში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დროს, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის სახიფათო ასეთი ტიპის ძალადობრივი აქციები და როგორ შეიძლება მათთან დაპირისპირება. მაგალითად, პირველი რაც ტრამპმა გააკეთა, განაცხადა, რომ აკრძალული იქნება ნიღბები მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ანუ დემონსტრაციების და აქციების დროს. გვახსოვს ჩვენ ამის გამო, რა ვიცი, ჯვარს გვაცვეს ლამის ადგილობრივმა რადიკალურმა ოპოზიციამ და ცალკე მისმა მხარდამჭერმა NGO სექტორმა და ცალკე კიდე მათ მხარდამჭერმა უცხოელმა დიპლომატებმა. მოკლედ გამოგვაცხადეს, რა ვიცი, რა არ გამოგვაცხადეს და ხედავთ ახლა რომ ტრამპი ამბობს იგივეს და არა მარტო არავის არ გაუკრიტიკებია ტრამპი. კომენტარსაც კი არ აკეთებენ, აი მაგალითად საია, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ აი თვითქოს ნიღბით აქციაზე მისვლა თან იმით ხელში, პიროტექნიკით ხელში, იყოს ადამიანის თანდაყოლილი ფუნდამენტური უფლება. ასე წარმოგვიდგენდა საკითხს. დღეს როცა ეკითხებიან, რომ აი ასე რომ ლაპარაკობდი, ეხლა როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლაპარაკობს, იგივე ეხლა რა სიტყვი, არაფერს ვერ ამბობენ. ამ ნაწილში თანხვედრაში ვარ ტრამპის ადმინისტრაციასთან. მიმდინარე პროცესები ახლა რო გავიხსენოთ თუ რა ხდებოდა საქართველოში გასულ წელს აქციების დროს ჩვენ გმირ პოლიციელებს როგორც წავდნენ მოლოტოვის კოქტეილებით ცოცხლად ეს ნიღბიანი ადამიანები განსაკუთრებით რომ გამოძიებას ხელი შეშლოდა მე იდენტიფიცირება მოეხდინა და დაედგინა დამნაშავე პირები მაშინ მეც კარგად მახსოვს და საზოგადოებას კარგად ახსოვს მაშინდელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია თავისი სპიკერებით ესე ვთქვათ ევროპა ამერიკა, ევროპა, გერმანია, საფრანგეთის განსაკუთრებით ეს ორი სახელმწიფო, როგორ შეშფოთებული და აღშფოთებულები იყვნენ თუ როგორ ვაკავებდით პირობითად ამობ დამნაშავეებს, როგორ ვაკავებდით იმ ადამიანებს, ვინც ცოცხლად ცდილობდა პოლიციელების დაწვას, ესე ვთქვათ, რუსთაველის ქუჩაზე, მაშინ მართლა ეს დაემსკრივებოდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მე ვფიქრობ, ქვეყნის მტრები დიდი ნაწილი მათგან და როგორ განცხადებებს აკეთებდნენ და არა მხოლოდ ეს ამერიკის ელჩიც მაშინდელი ვთქვათ დეგნანი ყოფილი მაშინდელი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების და ბევრი სხვა საელჩო დიდი ბრიტანეთის საელჩო მგონი ევროკავშირის ელჩი და როგორ ესე ვთქვათ გმობდნენ ამ პროცესებს რა ხდება დღეს ამერიკაში განსხვავებული ზუსტად იგივე პროცესები მიდის და ეგრეთ უნდა იყოს სახელმწიფოს, როდესაც სახელმწიფოს გადატრიალებისკენ მიდის მცდელობები, როცა ხდება, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, ესე ვთქვათ, ძალადობენ პოლიციაზე. ზუსტად ეს ნიღბიანი ადამიანები, რასაც ჩვენთან აკრიტიკებდნენ და აპროტესტებდნენ, იგივე კანონმდებლობს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონკრეტულ ნიღბებთან დაკავშირებით და იგივე მეთოდებით რა მეთოდ ჩვენ კიდე ჰუმანურები და უფრო რბილად ვაკეთებდით ამ პროცესებს. აქ, როცა ჩვენ გვაკრიტიკებდნენ ესენი, ესე ვთქვათ, ქვეყნის მტრები. და დღეს მართლა არავინ ხმას არ იღებს. არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ერთი ევროკავშირის, არც ერთი ევროპული ქვეყანა, არც ერთი ელჩი ხმას არ იღებს იგივეს, რასაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებს დღეს აქ იმასთან მომიტინგეებთან მიმართებაში. მეტიც ეხა გენერალურმა პროკურორმა დღეს გააკეთა თუ გუშინ გააკეთა განცხადება დროში განსხვავებაა ჩვენს და ამერიკას შორის ხანდახან ერთი დღე ასე იგი ნებისმიერი პირი რომელიც სამართალდამცავს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს სისხლის სამართლით წესით გასამართლდება. ზუსტად ყველაფერში ვემთხვევით მაგას ვამბობთ აბსოლუტურად. ეს მათ გასაგონად ვინც ამბობს რომ სამართალდამცველთან შეხელით შეხება თურმე რაღაცა ისეთი ქალის ხელი კაცის ხელი. ხო, ქალის ხელი არ არის თუ რა ვიცი რას გვეუბნებიან. სხვათა შორის ისიც ვნახეთ რომ აი ხლა ამ აქციების დროს
ქალბატონმა, რომელმაც ესე იგი სამართალდამცველებს ამერიკაში დიახ, მე ვნახე ეგ ვიდეო თუ როგორ ექცევა პოლიციელი მერე შემდეგ როგორ მოექცეთ და საბოლოოდ როგორ მიუსაჯეს. ანუ წარმოდგენაც არ მინდა რომ მსგავსად მოქცეულიყო ბათუმში ის პოლიციელი დგებუაძე პირობითად ვამბობ რა, ანუ რადგან დგებუაძესთან დაკავშირებით იყო ეს კონკრეტული ფაქტი, როცა ხელით შეეხო ქალბატონი, რა შეიძლება მომხდარიყო ზუსტად იგივენაირად რაც ასეთი რეაქცია რო ქონოდა ჩვენს პოლიციელს. წარმოდგენაც არ მინდა, მართლა ჯვარზე გვაცვამდნენ. ხო და ის კრიტიკოსები, რომლებიც ეს წლები ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, დღეს ყველა დონს აბსოლუტურად ეგ არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, სხვას ვერაფერს ვერ დავარქვენ მე ამ პროცესს. ნუ რომელიც ჩანს არა მხოლოდ ამ თემაში, ანუ კონკრეტულად თქვათ ძალადობრივ აქციებთან გამკლავების თემაში, რომ აი მათთვის შეიძლება რომ აკრძალონ ნიღბები, ჩვენთვის არ შეიძლება. მათ შეიძლება რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მისცენ, ჩვენთვის არ შეიძლება. არა მარტო ამ თემაში ჩანს, არამედ ყველა თემაში ჩანს, მათ შორის იგივე გამჭვირვალობის თემაში. ჩვენ დღემდე გვაკრიტიკებენ და ევროპარლამენტში იღებენ რეზოლუციებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს კანონი რაღაც წინააღმდეგობაშია დემოკრატიულ ფასეულობებთან და უნდა გავაუქმოთ, დღემდე მოგვიწოდებენ. თვითონ ვისაც არ აქვს აინიცირებენ. თვითონ ვისაც არ აქვს აინიცირებენ და ამერიკას ხო 30-იანი წლებიდან აქვს, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოქმედებს პარას კანონი. კაცლებით მკაცრი. და რა ვიცი, დღემდე არავის არ გამოუთქვამს არც ევროპაში და არც თვითონ ამერიკაში პროტესტი ამ კანონის წინააღმდეგაც, ხოთაშორის ძალიან კარგი კანონია, ამ კანონით ძალიან ბევრი რამე გავიგეთ იმასთან დაკავშირებით, თუნდაც ჩვენი ოპოზიცია როგორ ქირაობს ლობისტებს და როგორ იხდის ფულს მისთვის სასარგებლო განცხადებების გაკეთებაში, სტატიების გამოქვეყნებაში და ჯო ვილსონი საერთოდ კომენტარის გარეშე დავტოვოთ. ანუ ეს ზოგადად მაგათი მეგობარი აქტი და ჯო ვილსონი და მაგათი განცხადებები ნუ რა ვიცი სასაცილოა, ეხა მეტი არაფერი არ არის ზოგადად, მაგრამ რაც შეეხება ხამ კონკრეტულ კანონს, ჩვენ რა კანონის მივიღეთ პირველი ფარამდე გამჭვირვალობის კანონი, საერთოდ რაც ამერიკაში მოქმედებს და ბევრ სხვა ევროპის ქვეყნებში შედარებაც არ შეიძლება ისეთი ჰუმანური კანონი იყო და დღემდე ეხლა თუნდაც ჩვენ რაც დღეს მივიღეთ. მაგრამ ჩვენი კანონი რატომღაც მიუღებელია ამ კონკრეტული ევროკავშირის ელჩებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ჩვენი ესე ვთქვათ ქვეყნის მტრებისთვის, შიდა პოლიტიკური პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მაგრამ რატომღაც მისაღებია ამერიკის შეერთებული შტატების ფარა და მისაღები არის ევროკავშირის იმ ქვეყნების კანონი, ეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც აინიცირებენ. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის დელეგაცია იყო ჩასული ბრიტანეთში, ესე იგი უცხოური ჩარევასთან ბრძოლის გამოცდილების გასაზიარებლად. ანუ ესე იგი, იმდენად აქტუალურია ეს თემა თვითონ ევროპაშიც, რომ ევროკავშირი და ბრიტანეთი ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ და ასე შემდეგ. როგორც საქართველოში საქართველოსთვის არ შეიძლება. ბატონო ირაკლი, ბათუმს იცნობთ კარგად, რეგიონებს იცნობთ კარგად. მოდი ვილაპარაკოთ მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ ბუნებრივია ამ არჩევნებზე ოპოზიციას ჩემის ღრმა რწმენით არჩევნებზე თვითონ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს. ამიტომ ვერ გაურკვევია რა გააკეთოს და ერთის მხრივ ნაწილი ოპოზიციის კვლავ რევოლუციურ სცენარს, ასე ვთქვათ, აწყვება, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ჭყალებში, ნაწილი ამბობს, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. თან ერთმანეთთან დაპირისპირებაც აქვს, თითქოს ასე ჩანს გარეთ ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც არაპირებენ მონაწილეობას, იმათ აბულინგებენ, ვინც აპირებენ მონაწილეობას და აი ესეთი სიტუაცია. რა სიტყვით თქვენ? ცირკია. ეს რაც ხდება ახლა ოპოზიციაში, პოპკორნი უნდა აიღო ადამიანმა, დაჯდა ტელევიზორთან და უნდა უყურო ამათ ცირკს. ახლა ამას მეც ვერაფერს ვერ დავარქვენ. ახლა მინდა სანამ კონკრეტულად ამაზე გადავალ, ევროკავშირის რეზოლუცია რამოდენიმე დღის წინ თუ გახსოვთ და იქ ერთ-ერთი პუნქტი იყო, მოუწოდეს ოპოზიციას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეთ. გამოიყენონ ეს შანსი. ეს შანსი. ახლა იმათ მეტი ტვინი აქვს შედარებით ამათზე. ანუ ეს მოწოდება მარტო იმას მეტყველებს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახის შენარჩუნებას ცდილობენ ოპოზიციის, მიცვალებული ასე ვთქვათ, მკვდარი ოპოზიციის
ჩვენს ქვეყანაში მეც ვერაფერს ვერ დავარქვი, მაგათაც ცდილობენ საერთოდ პოლიტიკური არენიდან, პოლიტიკური სპექტრიდან ეს სახე დაკარგული ოპოზიცია საერთოდ არ გაქრეს და შეინარჩუნა. ეხლა წარმოგიდგენიათ ერთი წამი რომ საერთოდ ახლა ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, ანუ საერთოდ პულსი აღარ ეძომებათ მაგათ და საერთოდ რა დღეში ჩავარდება ოპოზიცია და ამას ცდილობს ახლა ევროკავშირი რომ მეტნაკლებად სახე შეუნარჩუნონ სამომავლოდ კიდევ რაღაცა ესე ვთქვათ ბერკეტი კონდეთ რომ ჩვენთან რყევები და რაღაცა ძვრები მაგათი ხელით მოახდინონ. მან სხვათა შორის მაგ რეზოლუციაში იყო ერთ-ერთი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ასოცირების ხელშეკრულების გადახედვაზე, რამდენად აუდიტის მოწვევა და აუდიტმა შეისწავლოს ასოცირების ხელშეკრულება თუ რამდენად ასრულებს ხელშეკრულების შემდეგ თავის დანაპირებს ვალდებულებებს ხელისუფლებაო. ანუ ეს ჩანაწერიც დაკეთებული. ესეც ახლა მომდევნო საარჩევნოდ საკენკი ოპოზიციას თითქოს რომ შეიძლება ეს ასოცირების ხელშეკრულება უკან წაიღონ, ეგ განცხადება მაგას მეტყველებს და მაგაზე საუბრობდა მეტი არაფერზე აბსოლუტურად რომ გადავხედავთ ხელშეკრულებას ასოცირების თუ რამდენად ვასრულებთ თურმე ჩვენ ხელისუფლება და ძალიან კარგადაც ვასრულებთ ყველა პუნქტი პრაქტიკულად თითქმის შესრულებული გვაქვს და როგორც განაცხადა რეზოლუცია თუ განცხადება რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა და ნუ გასაგებია მისი ტექსტი მთლიანად იყო გაჟღენთილი მტრული ასე ვთქვათ გზავნილები. ხო, ესე წინა საარჩევნოდ ჩვევიათ ხოლმე რა, ზუსტად პარალელს ვაკეთებ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი. დიახ, ერთხელ და სამოდ გახსოვთ პრემიერი შარშანდელი ინიციატივა, რასაც მოჰყვა ეს რომ ჩვენ ვწყვეთ ესე ვთქვათ ამაზე საუბარს, ამ ნიშნავს იმას რომ შანტაჟის ენას ვასრულებთ ყოველ საარჩევნოდ, ყოველთვის წინა საარჩევნოდ შეიძლებოდა, ანუ გვაძლევდნენ ახან ასოცირებ იმას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხან გვაძლევდნენ ხელმოწერის საშუალებას, ხან გვიჩერებდნენ უიზო მიმოსვლაზე მუდმივი საუბარი, ეს იყო ყველაფერი წინა საარჩევნოდ და ეხლაც ანუ ეს ბერკეტი ჩვენ პრემიერმა ზუსტად გამოაცალა, ეს ბერკეტი ყოველ წინა საარჩევნოდ რასაც ცდილობდნენ რომ გაეკეთებინა და ხელისუფლებაში ესე ვთქვათ რყევა მოეხდინა ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლების, ზუსტად მაგას ცდილობენ ეხლა თითქოს რომ ასოცირების ხელშეკრულების გადახედვას ფიქრობენ აუდიტის მოწვევას თუ როგორც ხდება იქ პროცედურულად არ ვიცი მე თუ რამდენად ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ პროცესებს. ხო და ეს არის ზუსტად ახლა თითქოს ჟანგბადს აძლევენ ოპოზიციას, სახე დაკარგულ ოპოზიციას, ახლა დანარჩენ ახლა სხვა ახსნა ამას არაფერი არ აქვს. გარდა იმისა რომ ოპოზიცია მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ეს ახლა ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს და გვადარდებს ქართული ოცნება ჩვეულებრივ სამზადისში ვართ, ეხლა პროცესში ვართ, ნელა უკვე თვის ბოლოდან გავააქტიურდებით. ესე თქვა ჩვენ როგორც ვატარებთ საარჩევნო პროცესს და ეს საარჩევნო პერიოდს ისე ჩავატარებთ ჩვეულებრივად და ოპოზიცია ხა თუ არ მიიღებს, ჩემი პირადი აზრია, უკეთესია მეტი წარმომადგენლები ეყოლება საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებში, ყველა ოლქში აბსოლუტურად და მე ქართულ საქმეს გავაკეთებთ და რა ვიცი, ხელისშემშლელი არავინ არ გვეყოლება. როდესაც ყავს ნორმალური ოპოზიცია ქვეყანაში, კარგია. უნდა მიიღონ მონაწილეობა და თვითმმართველობებში წარმომადგენლები უნდა ყავდეთ და რო არ ჩაგეძინოს, მოდუნდე. ანუ ესე ვთქვათ კონსტრუქციული ოპოზიცია ყველა ქვეყანაში არის საჭირო, მაგრამ ესეთი ოპოზიცია რაც ჩვენ ყავს საქართველოში, მაგათ საერთოდ არ ყოფნა ჯობია, მაგათ ყოფნას იმ თვითმმართველობებში და იმ წარმომადგენლობით ორგანოებში, სადაც ესენი არიან დღემდე. და მე აქედან გამომდინარე საუბრობ რომ ეხა თუ არ მიიღებენ, მე პირადად ჩემი აზრია უკეთესია, მაგრამ თუ მიიღებენ, საერთოდ უშანსოები არიან, სახე დაკარგულები არიან, საერთოდ გამქრალია პოლიტიკური ველიდან აბსოლუტურად დღევანდელი ოპოზიცია ჩვენი ქვეყნის. ხო და მაგიტომ აქვთ ეს კინკლაობები ზუსტად ვერ გარკვეულან ლელო აიღეთ თუნდაც ეხლა რა დღეს დავდე პოსტი რომ სიტყვის კაცები თქო. ეგენი იყვნენ ინიციატორები რომ ოპოზიციას არ უნდა მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. ახლა უნდა თვითონ დაინახა ახლა ლელომ რომ მეტნაკლებად 4-იანიც 5-იანიც შესუსტებულია ეს პოლიტიკური პარტიები და უნდა რომ ახლა მაინც თვითონ იყოს ესე თქვა დომინანტი. ხო, ლელო ასკარად ხო და ახლა პირიქით ინიციატივებს აკეთებს რომ მივიღოთ ხო
პირიქით, ანუ მონაწილეობის სასარგებლოდ, ანუ უნდა რომ მიიღოთ მონაწილეობა. კი ბატონო და როცა თვითონ მოუწოდებნა დანარჩენ ოპოზიციას რომ ეს იქნებოდა ქვეყნის ღალატი, ეს იქნებოდა ჩვენი ხელისუფლების გაправება, მათი ნახეთ, მათი კომენტარები, ლელოს ლიდერების კომენტარები ნახეთ და დღეს ეხა პირიქით ამიტომ არის დაძაბულობა და არაფერი ცირკი ამას მეც ვერაფერს ვერ დაარქვა. უშანსოები არიან, მიიღებენ თუ არ მიიღებენ, მე ვფიქრობ მაგათაც ერთია და ერთი შედეგი იქნება. თუმცა რაც უფრო მეტი კამათი და დაპირისპირება იქნება მათ შორის, თუ ეს მართლა გულწრფელად ნამდვილად კამათი და დაპირისპირება და ეს არ არის რაღაცა კიდევ რაღაცა ვიღაცებს უნდა მიიღოს, ვიღაცებს არ უნდა რომ მიიღოს. ეს ჩემი აზრით კარგი იქნება ქვეყნისთვის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი, რაც ეს მათ დაასუსტებს კიდევ უფრო მეტად და შეასუსტებთ ისედაც დასუსტებულები არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ იმ შედეგებსაც არ არიან შეგუებულები ახლა როცა საპარლამენტო არჩევნებს 4 ოპოზიციური პარტია ხელისუფლებასთან ახლა 800,000 ხმით წააგებ ახლა რა შედეგებზე აგერ იყო ერთი წელიც არ გასულა რა შედეგებზე უნდა ისაუბრონ და ზოგადად რა არჩევნებზე საუბრობენ და მათი პოლიტიკის შედეგია ის რა პოლიტიკაც მაგათ აქვთ არჩეული ქვეყნის მტრობა მეტი ამას ქართული ადამიანები ქართული კაცი არის ძალიან განათლებული და ბრძენია ამას ყველა ხედავს ქართული ოცნება მოსწონს თუ არ მოსწონს ადამიანს ხელოვნელი გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ ხო ისინი არიან ქვეყნის მტრები და ქვეყნის მტრობაზე აგებულ პოლიტიკას ატარებენ ამიტომ არიან უშანსოები და ვერ გარკვეულან საერთოდ განადგურებულია დღეს პოლიტიკური ველი ოპოზიციისთვის რა ტრამპის იმ განცხადებამ 26 მაისის მოლოცვამ საერთოდ მოკლა ოპოზიცია პოლიტიკურ ველზე განადგურა ბოლომდე შოკში იყვნენ და რა მოეფიქრებია დენიგანს არიწოდა და ეგ იყო დანიგანს არიწოდა და ეგ იყო მისი განცხადება რომ 24 საათიც რა ვიცი არაცალა განცხადებას ეგრევე გამოაცხო მეორე დღეს ის წერილი რომ რაღაცა ჟანგბადი მიეწოდებია და სახე შეენარჩუნებია გლოვა ჰქონდათ პანაშვიდი ჰქონდათ არელოდნენ რაღაცა ბოლომარცვალი მაინც ფიქრობდნენ რომ იქნებ ტრამპი ჯერ მაინც არ იტყო და მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა იქნებ დრო მოეგო და იქნებ თვითმმართველობის არჩევნებამდე რაღაცა სულ განადგურდნენ და ანუ ეგ იყო რა ანუ იგივე ელჩის განცხადება ელჩის წასვლას და ეხა მეტი ეხა ნებისმიერი ადამიანი მაგას მიხვდება თუ რატო იყო განცხადება გაკეთებული იგივე თქვა ელჩის წერილზე საუბრობ. ნუ უნდათ მაქსიმალურად ასრულმულონ და ჟანგბადი მისცენ ოპოზიციამ არ გამოუვათ. კი ბატონო, ნუ ყოველ შემთხვევაში კი გეთანხმებით აბსოლუტურად არის ადამიანები საქართველოში არიან ადამიანები რომლებიც შეიძლება არ იყვნენ პირდაპირ მხარდამჭერები ქართული ოცნების მაგრამ მათაც კი ისინიც კი დარწმუნებული არიან იმაში რომ ამ რადიკალური ოპოზიციის მოსვლა ხელისუფლებაში აბსოლუტურად დამოუკიდებელი იმიტომ რომ პირველ რიგში ეს ნიშნავს ომს და ქვეყნის განადგურებას ქართული ოცნება შეიძლება კონდეს თქვათ იყოს ადამიანი ამორჩეველი რომელსაც კონდეს გარკვეული კითხვები თუ პრეტენზიები თუ შენიშვნები ოცნების ხელისუფლებასთან მაგრამ ომი მათ არ უნდათ ნამდვილად ქვეყანაში და ქართული ოცნება ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენი პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული ოცნება არის გარანტი მშვიდობის ჩვენს ქვეყანაში ეს ხალხმა იცის იმიტომ იყო უპრეცედენტო დასწრება წინასაარჩევნების არჩევნების დღეს და იმიტომ იყო უპრეცედენტო ხმების რაოდენობა რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ თითქმის იგივე მეტი მგონი ორი ვიდრე 2012 წელს ჩვენ მივიღეთ ყოველ შემთხვევაში მე ვიყავი ბათუმის შტაბის უფროსი და 2012 წელს ქართულმა ოცნებამ აიღო 59000 ხმა და წელს აიღო 47000 ხმა დაახლოებით ბათუმში ანუ ბათუმის ციფრებს საუბრობ ხო და თითქმის იგივე კი ბატონო, გასაგებია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ირაკლი ჭეიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს მაყურებელს შევახსენებ, პოსტ ანალიტიკა ამით დასრულებულია, ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით. ახალი პანტენ მოლეკულარ ბონდ რიპაერ სერია 5000 კონცენტრირებული პროვი ნუტრი მარგალიტები აღადგენს